თუ რაიმე გამოტოვებული გვაქვს ჩვენ სულიერ ცხოვრებაში, ჩავატაროთ რევიზია. აბა რატო ხდება ადამიანის გულგრილობა რო ემართება სარწმუნოებელ ცხოვრებაში და მერე მიდის და არხენად აღარც ეზიარება, როცა ირჩევს ცოდვას, როცა ეკლესიას ტოვებს, რა ხდება? რა ხდება და ეს საფეხურები მას კეთილისა და ბოროტების გარჩევის ერთი და ღვთის შიშის გამოტოვებული აქვს, ამიტომ მისი რელიგიურობა მკვდარია, ამიტომ მან უნდა ჩაუტაროს საკუთარ თავს რევიზია, დაინახოს, რომ რაღაც საშინელება ჭირს და რაღაცები უნდა შეცვალოს, როგორც ცოცხალი პიროვნება, თვითუფლებრივი, გონიერი, მოაზროვნე, ჰიპოსტასური პიროვნული არსება ჩაერიოს თავისი დაცემული ბუნების მავნე ქმედებებში და ალაგმოს ეს უკეთური ნება. აიყვანოს საკუთარი თავი ხელში და მე ღმერთი დაეხმარება შევეხიდოთ უფალს თანამუშაკი ვიყოთ ჩვენი საკუთარი თავის გადარჩენაში. ამინ.